მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. დღეს რეზიუმე ცოტა უცნაური ფორმატით გადის, რეზიუმეს გთავაზობთ ერევნიდან. ეს იმიტომ რომ ვიცით რომ სომხეთში ჩატარდა უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელსაც რეფერენდუმსაც კი უწოდებენ, ამიტომ ჩვენ ვართ ერევანში და აქედან გთავაზობთ დღევანდელ რეზიუმეს. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ჩვენთვის კარგად ნაცნობი გიორგი ტუმასიანი, რომელსაც მივესალმები, გამარჯობა გიორგი და მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რაც შეეხება მეორე ნაწილს, იქ შემოგთავაზებთ ინტერვიუს სომხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასე რომ საინტერესო რეზიუმე გელოდება დღეს სომხეთის არჩევნებზე. ვიდრე კითხვით გადმოვალ, გავაცნობ მაყურებლებს იმ მონაცემებს, რომლებიც არის ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით სამოქალაქო კონტრაქტი, ასეთ სახელი ქვია ფაშინიანის პარტიას, მან აიღო ხმების 49.91%, ძლიერი სომხეთი მისი პრორუსული ოპონენტის პარტია 23.3% და კიდევ ერთი პრორუსი ოპონენტის კოჩარიანის პარტია სომხეთის ალიანსმა აიღო 9.93%. ამ მონაცემებით მიუხედავად იმისა, რომ 50% ვერ აიღო ფაშინიანის პარტიამ, მას მაინც ექნება უმრავლესობა პარლამენტში, რადგან ბარიერ გადაულახავი პარტიების ხმები ნაწილდება, როგორც იცით და 61 მანდატი ექნება ფაშინიანს პარლამენტში. გიორგი, როგორ ფიქრობ, რამდენად მოსალოდნელი იყო ეს შედეგი და რამდენად დამაკმაყოფილებელია შენი აზრით ეს შედეგი, იმიტომ რომ იყო მოლოდინი, რომ შეიძლება ფაშინიანს აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს შედეგი არის გარკვეულად არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება. რა თქმა უნდა, ფაშინიანის პარტიას უნდა შედეგის გაუმჯობესება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, ისე როგორც პრორუსულ ოპოზიციას უნდა ჯამში უფრო მეტი ხმის დაგროვება იმისთვის, რომ შეეცვალათ ხელისუფლება. ვერც ერთმა ხვარენ ვერ მოახერხა მაქსიმალური მიზნის მიღწევა, თუმცა საშუალო ის სტატუს კვო რაც არის, მნიშვნელოვანია, ფაშინიანმა მყარი უმრავლესობა მიიღო და დარჩა ხელისუფლებაში, რაც არის პრინციპში სერიოზული ასევე შესაძლებლობა იმისთვის, რომ უფრო გაამყაროს საკუთარი ხედვა და ხელისუფლების პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით. უნდა ვთქვათ, რომ ამ დროისთვის ვიცით, რომ მეოთხე პარტია ვერ ლახავს ბარიერს, საუბარია გაგիկ წარუკიანის პარტიაზე, 4%-მდე დააგროვა და ვერ გადალახა, აქედან გამომდინარე გადანაწილდება ხმები. საბოლოო ჯამში ფაშინიანის პარტიას მიუხედავად იმისა, რომ 50% ხმების მიიღო, ხოლო ამ პრორუსულმა ოპოზიციამ 18% ერთად, მაგრამ რადგან ვერ გადალახა 34 გამოდის. გადანაწილებისას მოხდება ისეთი მდგომარეობა, რომ ფაშინიანს ექნება 58% მანდატების პარლამენტში, ხოლო ოპოზიციას 42%, რაც საკმარისია ეფექტურად ქვეყნის მართვისთვის, მაგრამ არ არის საკმარისი საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის. ხო, და ის რომ პრორუსულმა პარტიებმა ამდენი ხმა აიღეს, ეს რას ნიშნავს ჩვენთვის? ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკურმა ზეწოლამ, პოლიტიკურმა ზეწოლამ, ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე სერიოზულმა ჰიბრიდულმა და საინფორმაციო, ესე იგი, პროპაგანდამ თავისი გარკვეული შედეგები იქონია და აშკარად ის, რომ 38% საბოლოო ჯამში მოქალაქეების პრორუსულ პარტიებს მისცეს ხმა, ეს რა თქმა უნდა შემაშფოთებელიც კი არის, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სომხეთი გზაჯვარედინზე არის და შესაბამისად ნამდვილად პრორუსული განწყობებიც არსებობს საზოგადოებაში, განსაკუთრებით ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესები ხელშესახები ჯერჯერობით ბოლომდე არ არის, მაგალითად ვიზო მიმოსვლა არ არის ჯერ, მაგალითად ექსპორტთან მიმართულებით დიდია დამოკიდებულება რუსეთზე და ბევრი ბიზნესი პირდაპირ რუსეთზე არის დამოკიდებული და აქედან გამომდინარე რუსეთის ზეწოლა უშუალოდ გავლენას იქონიებს. გარდა ამისა, ამ პრორუსულმა ძალებმა ინფრასტრუქტურა შექმნეს მედია პროპაგანდის და მათ გააჩნიათ უზარმაზარი ფული, ანუ ფულის მეშვეობით შეძლეს ამ არჩევნებში ასეთი პოზიციების დაკავება, რადგანაც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მიუხედავად კარგი იდეებისა კონკურენცია ვერ გაუწიეს სწორედ ფინანსურ მდგენელში. ანუ ამ თქვათ სიტუაციიდან გამომდინარე, იმ სიტუაციიდან რომ რუსეთის მხრიდან ასეთი ზეწოლა მოდიოდა წინა საარჩევნოდ, ამის ახლა პუტინი ომით დაიმუქრა, ხო, როცა თქვა, რომ აი უკრაინის შეცდომები არ დაუშვას, ხო?
ეს პირდაპირ მინიშნება იყო. ამ ფონზე შეიძლება ეს მაინც წარმატება ჩავთვალოთ და ვთქვათ, რომ რუსეთი დამარცხდა სომხეთში. წარმატება ნამდვილად არის რუსეთი დამარცხდა, უბრალოდ იმას ვამბობ, რომ იყო მოლოდინებიც და ალბათობაც მეტის. ალბათ, რომ პუტინის ეს ღია მუქარები და ეკონომიკური სანქციები არ ყოფილიყო, ფაშინიანი დააგროვებდა საკონსტიტუციო უმრავლესობას. საბამისად, მოლოდინი არ იყო გადაჭარბებული. საქმე იმაშია, რომ რუსეთის ზეწოლა და რუსეთიდან გამოგზავნილი ადამიანების ხმებიც, ეგ ცალკე თემაა, რეალურად გარკვეული ზეგავლენა იქონიეს. კიდევ ერთხელ მდგომარეობა არის საბოლოო ჯამში კარგი, რადგანაც პროდასავლური ხელისუფლება სუვერენული რჩება ძალაუფლებაში და ეგ არის გამარჯვება. კი ბატონო, თუმცა ფაშინიანს რადგან არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ყველა რეფორმას ვერ გაატარებს. ხო, გასაგებად იყო თქვა ახლა აზერბაიჯანიდან მოთხოვნა რაღაც კონსტიტუციაში, რომ შეეცვალა სომხეთს ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, ხო, როგორც ვიცი, თუ შენ უფრო დეტალურად იტყვი ამის შესახებ და ამან რამდენად შეიძლება ისევ დაძაბოს ურთიერთობა და ამ სამშვიდობო პროცესს შეუშალოს ხელი. დაძაბვა ცხადია არ ამგონია რომ მოხდეს, მაგრამ ის რომ კონსტიტუცია მინიმუმ ამ ეტაპზე არ ჩანს პერსპექტივა შეცვლის და შეცვლა არის საჭირო, რომ პრეამბულიდან იყოს ამოღებული ის ნაწილი დამოუკიდებლობის დეკლარაციის, სადაც ყარაბაღიც ნახსენებია. ამ კონტექსტში ცხადია ის გარკვეულწილად შეაფერხებს ან უფრო ნელს გახდის აი ამ პროცესს, თუმცა არ ამგონია რომ გააჩეროს პროცესი, ან ისე შეაფერხოს რომ რაიმე არსებითი პრობლემა შეიქმნას. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ამას ექნება ნეგატიური ზეგავლენა, მაგრამ არც ისე მასშტაბური, რადგანაც ბოლოს და ბოლოს მშვიდობის პროცესი თავარი არის, რომ რეალურად იყოს და იმედი მაქვს, რომ აზერბაიჯანიც ახლა ერთი ჩანაწერის გამო ეჭვის სქესში არ დააყენებს მთელ პროცესს, მაშინ როდესაც 5 წელი ფაშინიანის ხელისუფლებას გააჩნია, რომ ჩააბეტონოს სამშვიდობო პროცესი ისე, რომ რეალურად კითხვის ნიშნები არ იყოს არსთან დაკავშირებით და არა ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ამ ფონზე განსაკუთრებით დასაფასებელია ალბათ ხო ფაშინიანის გამარჯვება, იმიტომ რომ ერთი ვახსენეთ რუსეთის ასეთი ზეწოლა და სომხეთი მნიშვნელოვნად არის რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული და მეორე მხრივ წაგებული, დაკარგული ყარაბაღი, ხო? აი ძალიან ყველას უყვირს ეს, რომ ეხლა ფაშინიანმა დაკარგა ყარაბაღი, რუსეთთან ასეთი რუსეთისგან მოდის ასეთი მუქარა ეკონომიკურ ბლოკადაზე, იქ შეიძლება სომხეთის დეპორტაცია მოხდეს და ძალიან ბევრი სომხი ცხოვრობს რუსეთში და ამ ფონზე ამ ადამიანმა მაინც უახერხა ამ შედეგის დადება და რაში არის ფაშინიანის საიდუმლო? პირველ რიგში ხალხთან უშუალო კომუნიკაციაში, რომელიც მას გააჩნია, ის კაპიტალი, რომელიც მას პიროვნულად მის პარტიას, მის ღიაობას, მის დემოკრატიულობას საზოგადოებასთან გააჩნია. და ამ დემოკრატიულობის მეშვეობით არის რომ საზოგადოებამ გაიაზრა რომ ეს არ იყო მისი პასუხისმგებლობა და ასევე სერიოზული რეფორმები, იმიტომ რომ ჩვენ აი სულ ახლახანს 28 მაისს აქვე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა აღლუმი, სადაც ვნახეთ სომხეთის ახალი ჯარი, რომელიც ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვნად გაძლიერებული და სერიოზული ახალი ტექნიკით და ტექნოლოგიებით, რომელიც სრულყოფილად არ იყო წარმოდგენილი, მხოლოდ იყო ნაწილი. გარდა ამისა, ეკონომიკურად სომხეთი სერიოზულად მიდის წინ, ცხოვრების ხარისხი, არ ვიცი რამდენად ქონდა საშუალება დაკვირვების, მაგრამ იქნება ეს გზების, სკოლების, ბაღების ხარისხი, საჯარო სამსახურის ხარისხი, ანუ რეფორმების ეპოქა, სამშვიდობო პროცესი ახლა რეალურად სრული სიმშვიდე არის აზერბაიჯანთან საზღვარზე, პირიქით ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაც მიმდინარეობს, აზერბაიჯანთან, თურქეთთან ევროინტეგრაციასაც გააჩნია თავისი პირველი ხელშესახების შედეგები, მათ შორის მოსალოდნელია უვიზო მიმოსვლის გაუქმება. ამ ყველაფერმა იქონია პოზიტიური დაწვრთვა ეკონომიკის წინსვლას, აქვს შედეგი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა შემოიღო, პენსიები გაზარდა, მათ შორის მშვიდობასაც აქვს ხო ეს უშუალო შედეგი. შესაბამისად, აი ამ ყველაფრის ხარჯზე, მაგრამ ზეწოლას მაინც ჰქონდა თავისი ეფექტი და პროპაგანდასაც მის წინააღმდეგ. ხო, და პრინციპში ხო, ეს მშვიდობის თემა ფაშინიანაც გამოიყენა, ხო, როგორც ჩვენთან ქართული ოცნება იყენებს რუსეთთან ომს, ფაშინიანი ამბობდა, რომ თუ ოპოზიცია მოვა, აზერბაიჯანთან იქნება ომი. მე არაერთხელ შენს გადაცემაში მithქვამს, რომ ეს სრულიად სხვა რეალისტური სცენარია, იმიტომ რომ ოპოზიცია ამბობს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესზე არ წავლენ და ანუ ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ.
მაშინ რა თქმა უნდა მოსალოდნელია ომი შეიძლება არა, მაგრამ კონფლიქტი და დაპირისპირება. და საქართველოს შემთხვევაში პირიქით საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. შესაბამისად ომი და კონფლიქტი საქართველოში ანუ ამ რეალობაში ოპოზიციისთვის ამის დაბრალება რეალურად ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება რას ამბობს? რომ თუ ჩვენ არ ჩავაბარებთ საქართველოს რუსეთს, მაშინ იქნება ომი. რაც არის კაპიტულაცია, ხო, მაგრამ ქართული ოცნების მომხრეები გეტყვიან, რომ სამაგიეროდ ფაშინიანმა ჩააბარა ყარაბაღი, აზერბაიჯანი. ეცოთით, ყარაბაღი საერთაშორისო აღიარებული სომხეთის არ ყოფილა და კონფლიქტი იყო პირველი დღიდან, მათ შორის მაშინ, როცა სომხეთმა გაიმარჯვა ამ ომში. ასე რომ ეს არ უნდა შეგვეშალოს. სომხეთს არაფერი არ დაუთმია საერთაშორისოდ მისი აღიარებული. ყარაბაღი იყო კონფლიქტი და კონფლიქტი აზერბაიჯანის საერთაშორისო აღიარებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად ვითარება სხვა არის. მეორე მხრივ, ფაშინიანის სამშვიდობო პოლიტიკას თან ახლავს სერიოზულად გაძლიერება ჯარის და შეიარაღებული ძალების. ქართული ოცნება კი ჯარის მიმართულებით გვთავაზობს კაპიტულაციურ მიდგომას, სოციალურ პროექტად გახადეს ჩვენი ჯარი სამწუხაროდ. ამავე დროს რუსეთთან თუნდაც ეს სამშვიდობო პროცესი ხელშესახება არაფერს იძლევა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ცხინვალის რეგიონის ანექსიის დოკუმენტი იყო რამდენიმე დღის წინ პუტინის მიერ ხელმოწერილი, რაც სერიოზული პრობლემა არის. ასევე საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ეკონომიკაზე სტრატეგიული მიმართულებებით იქნება ეს ნავთობპროდუქტები, გაზი, იქნება ეს ხორბალი და ასე შემდეგ იზრდება, რაც ასევე ძალიან სერიოზული მავნებლობა, ასე რომ არსით არის სხვა ფორმით, ბევრი რამ შეიძლება იყოს მსგავსი, მაგრამ არსით, შინაარსით სრულიად საპირისპირო პროცესებია. ხო, ამბობ რომ აი ფაშინიანი დემოკრატია უფრო მეტად, მაგრამ მაგაც არსებობს ხო პრეტენზიები არჩევნების წინ დაიჭირეს საარჩევნო კომისიის რამდენიმე წევრი ოპოზიციიდან, ერევნის ყოფილი მერი და ასე შემდეგ და ოპოზიცია ამბობს რომ პირიქით ფაშინიანი დემოკრატიას ნამდვილად არსებობს. პატივს ეხლა წაგერ არჩევნების შემდეგ ფაშინიანი ფაქტობრივად ოპოზიციის ყველა ლიდერის დაპატიმრებით დაემუქრა, ხო? მან პირდაპირ თქვა ასეთი რამ, ეხლა წავიკითხავ, ოპონენტებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ ოპონენტებს. კრიმინალური ოლიგარქებისთვის ქონების ჩამორთმევა უნდა გახორციელდეს ძალიან სწრაფი ტემპით, უკანონო ქონების კონფისკაციის მექანიზმით. ანუ ფაქტობრივად ვინც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერები არიან, ყველას დაჭერით იმუქრება და ეს რამდენად არის დემოკრატია? კონტექსტს გააჩნია ასევე და რეალობას. სამველ კარაპეტიანი ღიად გამოგზავნილია რუსეთიდან და მისი მილიარდები არის რუსეთში. საბამისად ეს არსებითად გასაგები უნდა იყოს, ხო, ვითარება გეოპოლიტიკა საბოლოო ჯამში არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხი, საშინაო პოლიტიკის საკითხიც არის. კი ბატონო, თუ შენ პრორუსულ ქვეყანას აფუძნებაში შეგიძლია რუს ოლიგარქს დაუთმო და ბრძანებები მოსკოვიდან მისცეს. სომხეთს აქვს ეგ უბრალოდ გამოცდილება, მაგრამ აქ დაპატიმრების და დაჭერის მიზეზი მარტო პრორუსულობა ხო ვერ იქნება, ხო? ეხლა იმას ხო ვერ ვიტყვით, რომ პრორუსების დაჭერა შეიძლება და პროდასავლელების არა. არა, ერთი წუთით, აქ იმაზე არ არის პრორუსული ხარ თუ როგორ ანუ აი მაგითო ვამბობ, მე ამ ქსელს ვუწოდებ აგენტურულ ქსელს, რადგანაც რეალურად და ფაშინიანი და ასე უწოდებს, მაგალითად ოცნებაც აგენტურულ გასაგებია ოპოზიციას, ოღონდ დასავლეთის გასაგებია, მაშინ მოდი კითხვა დავსვა მე რა. ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი სად მდებარეობს? შენ მითხარი. ნუ დასავლეთის კერა. შესაბამისად, როგორ შეიძლება შენ აგენტი იყო იმის, სადაც შენ თვითონ გინდა ინტეგრაცია და ეს არის შენი კონსტიტუციის ნაწილი. აგენტი სხვა რამეა, გავლენით და ასე შემდეგ. მე ვამბობ იმაზე, რომ ეს ჩვენი არჩევანია. სომხეთის არჩევანი არის რუსეთის ინტეგრაციულ პროცესებში შესვლა? არა, სერჟ სარქსიანის რო გადნახო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში მიიღო გადაწყვეტილება უკანონოდ ასოცირების შეთანხმებას გადაუხვია, იყო მზად ერთ ღამეში. ჩავიდა და ხელი მოაწერა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. არავის არ კითხა. შესაბამისად, ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ სომეხი ხალხის არჩევანი არ არის ინტეგრაციული პროცესები რუსეთში. მით უმეტეს, რომ სომხეთი ირჩევს დემოკრატიას და რუსეთში არ არის დემოკრატია. ეხლა კითხვა, ქართველიერი ირჩევს დემოკრატიას თუ დიქტატურას? თუ ირჩევს დემოკრატიას, მაშინ ბუნებრივად ევროპა არის ჩვენი მოკავშირე, რაც არ უნდა ტყუილები გაავრცელოს ოცნებამ. თუ ვირჩევთ ავტორიტარიზმს, მაშინ კი ბატონო რუსეთი. სომეხი ხალხი რადგანაც დემოკრატიას ირჩევს და ეს არჩევნებიც დასტურია, რევოლუციაც დასტურია, ბუნებრივად მოკავშირე გამოდის დემოკრატიული სამყარო. ეს არის ელემენტარული საკითხი, ამიტომაც
შედარება აქვს, ისევ გამოდის ფორმაში და არა შინაარსში. ეს პირდაპირ საվել კარაპეტიანი გამოგზავნილია. ვინ არის გამოგზავნილი საქართველოში? ვინ არის, რომელი არის ჩამოსული საქართველოში, რომ იმ დასავლურ ქვეყანაში მილიარდები კონდეს და იქაური პრეზიდენტი ამბობდეს, რომ უნდა მიიღოს მონაწილეობა და პრორუსული ძალა არისო. პირდაპირ თქვა საվել კარაპეტიანზე. არსი სხვა რამეა. სრულიად მე კარგი ბიზნესის კეთება ევროპაში, ამერიკაში და რუსეთში არ არის განსხვავებული ერთმანეთისგან? არსი სხვადასხვა რამე არის. მდიდარი რო ხარ ამერიკაში, შეიძლება იყოს მდიდარი და კონდეს მაღალ ტექნოლოგიური კომპანია. და რუსეთში, ამერიკაში არავინ არ მდიდარი რო ხდები, არავინ არ გავალდებულებს, რომ მათ სპეცსამსახურებთან ითანამშრომლო. საპირისპირო არის სწორედ რუსეთში. იქ მდიდარი ვერ გახდები, თუ ფსბ-ს თანამშრომელი არ გახდები ახლა, მაგიტო შინაარსია მთავარი. რუსეთი ალბათ არ შეეგუება ამ არცხვს, ხო? რა შეიძლება რუსეთმა მოიმოქმედოს, მოდი ამაზე ვთქვა. ჯერ დავიწყოთ შიდა პოლიტიკური სიტუაცია შეუძლია თუ არიოს, მაგალითად გამოსვლები, რევოლუციის მცდელობა, ამის რესურსი რამდენად აქვს? კი ბატონო, შეიძლება იყოს პოსტსაარჩევნო პროცესები, ანუ გარკვეული რევოლუციური სცენარები, უფრო გადატრიალების ვიდრე რევოლუციური მასშტაბს ვერ გამოიყვანენ ქუჩაში. ეს არჩევნების შედეგებიც გვაჩვენებენ, ხო, რამდენი ხმა მიიღეს საბოლოო ჯამში და რამდენი მზად არის იქიდან გამოვიდეს ქუჩაში. არ აქვს ამის რესურსი. გარკვეული მცდელობა სამხედრო გადატრიალების ან აჯანყების დაუშვათ რუსული ბაზიდან მომარაგებული იარაღით თეორიაში არ არის გამორიცხული. თუმცა სახელმწიფოც მზად არის და ფაშინელის გამარჯვება, მყარი გამარჯვება უზრუნველყოფს იმას, რომ ამასთან დაკავშირებით არ იყოს რაიმე ომი რამდენად შეიძლება სცადოს რუსეთს? ვისთან? სომხეთთან. რანაირად? ბაზების მეშვეობით? ბაზების მეშვეობით შეიძლება საქართველოს ჯარის გამოტარების გზით. მაგიტო გეკითხები, იმიტომ რომ კი ბატონო, ლოგიკური სცენარია არსებობს ეგეთი საფრთხე, კი ბატონო. არსებობს საფრთხე, რომ რუსეთმა შეიძლება გუშინაც იყო რაღაც საუბრები, რომ ვითომ გიუმრის ბაზაზე რაღაც თავდასხმა იყო. შეიძლება საბაბი თავად შექმნას და მერე საქართველოს გავლით ცხინვალიდან მოითხოვოს კორიდორი და კოცების ქართული ოცნების წარმომადგენლების მდუმარების ფონზე, იმიტომ რომ ჩვენ ხომ შეიარაღებულ ძალებს საერთოდ არ ვავითარებთ, ჩვენ ხომ ქვეყნის დაცვა როგორც ასეთი არ წარმოგვიდგენია მათ პირობებში, როგორც კონსტიტუციური ვალდებულება. შესაბამისად, რუსეთი არც ხედავს წინაპირობას, წინააღმდეგობას საქართველოს გავლით, ასე რომ გამორიცხული არ არის და მათ რჩება იმედი, რომ სომხეთმა თავად ამ ახალი ჯარით და ტექნიკით მზად იყოს იმისთვის, რომ ერთ დღესაც შეიძლება რუსეთი მოადგეს მის საზღვარს. აზერბაიჯანის გავლით ვერ მოვა, აზერბაიჯანს ძლიერი შეიარაღებული ძალები გააჩნია, სხვა გზა არც არის. ანუ შეფიქრობ, რომ ქართულმა ოცნებამ შეიძლება გამოატაროს. ოფიციალურად შეიძლება დაგმოს, მაგრამ მაგის იქეთ რას აპირებენ? ნუ ხელს ვერ შეუშლია. ხელს არამხოლოდ ვერ შეუშლიან, არც შეუშლიან და ჩვენ ამ კონტექსტს, ჩვენ სომხეთის კონტექსტში არ უნდა ვუყურებდეთ მე რა. რას ნიშნავს, ანუ თუ რუსეთი შეიჭრება საქართველოს გავლით და ოცნება წინააღმდეგობასაც არ გაუწევს, რომ ომში არ ჩავერთოთ, საქართველოს გახლეჩის სცენარია, საქართველოს დე-ფაქტო ოკუპაციის სცენარია, საქართველოს ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია. ორ ნაწილად ყოფენ ქვეყანას, ანუ ჩვენ ამისთვის მაგიტომაც ვამბობთ ყოველთვის ჯერ საქართველოს რომ ჯარის გაძლიერება გჭირდება, იმიტომ კი არა რომ ვინმესთან ომი დავიწყოთ, ან ომში ვიყოთ. არამედ იმიტომ რომ შენ თავს არ დაგესხეს არავინ, იმიტომ რომ ხედავს რომ აგერ აზერბაიჯანი ხლა რა ომს აპირებს რუსეთთან, მაგრამ როცა ხედავს რუსეთი რომ ძლიერი შეიარაღებული ძალები გააჩნია, არც ფიქრობს თავდასხმაზე. ეს მისო წინააღმდეგობა ექნება. ზუსტად იგივე არის საქართველოს შემთხვევაშიც. აუცილებლად გჭირდება ძლიერი შეიარაღებული ძალები, რომ არანაირი თავდასხმის სცენარები რუსეთში არ იყოს განვითარებული. ეს საფრთხე სამწუხაროდ არსებობს, მაგრამ მე მოვუწოდებ მათ შორის მაყურებელს, რომ ეს საფრთხე არ აღიქვან მარტო სომხეთისთვის საფრთხეთ. საქართველოსთვის არანაკლები საფრთხე არის და რეალურად საქართველოს ოკუპაციისთვის საბაბსაც იძლევა ეს სცენარი. ხო, ნუ ეგ ყველაზე ცუდი სცენარია, მაგრამ მანამდე ალბათ ეცდება ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებას და მუქარების ასრულებას. და ამისთვის რამდენად არის მზად სომხეთი. ინტერვიუ, რომელიც ვახსენე, რომ გავა მეორე ბლოკში სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს და ის ამბობს იქ, რომ აი ჩვენ დამოუკიდებლობას არ გავსვით მარწყულზე, ხო? მაგრამ ნუ ეს ლამაზი სიტყვებია, მაგრამ რეალურად რამდენად გაუძლებს სომხეთი ამ ეკონომიკურ ზეწოლას.
რთული იქნება ცხადია, მაგრამ სომხეთს აქვს იმედი თავისი მოკავშირეების და მეგობრების ევროკავშირის, შეერთებული შტატების, ევროკავშირმა უკვე გამოყო 50 მილიონიანი პაკეტი. დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მეტი იქნება. ევროკავშირმა გუშინ მოხსნა სომხურ ტვირთზე დამატებითი გადასახადები, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად DCFTA-ის ლოგიკა გაუხსნა DCFTA-ის გარეშე სომხეთს, რაც არის თუმცა რუსეთის ბაზრის შემოსვლება ხო ასე მარტივად ვერ მოხდება. მარტივად არა, მაგრამ რთულად, მაგრამ მოხდება. იმიტომ რომ ევროპული ბაზარი არის 10-ჯერ მდიდარი, მარტო ევროკავშირის ბაზარი. ამდენი ხანია გახსნილია, მაგრამ მაინც ვერ ავითვისებ, ხო? მაინც რუსეთში უფრო მეტი ღვინო გაგვაქვს. პოლიტიკური ნება არ არსებობს. უკაცრავად, მაგრამ სხვა ამდენი შესაძლებლობა გაგვაშინა, აგერ აზერბაიჯანი და რუსული გაზზე და ნავთობზე ხვდებით დამოკიდებული. ყაზახური და უკრაინული ხორბალი არსებობს და ჩვენ რუსულ ხორბალზე ვარ დამოკიდებული. ეს შემთხვევითია? ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ქართული ოცნების, როდესაც საუბრობთ, რომ ოცნება რუსეთის ინტერესებს ატარებს. რას გულისხმობთ? ოცნება ამბობს, რომ ქართული ინტერესი ვატარებ. ქართული ინტერესია რუსეთზე იყო დამოკიდებული? ყველაფერში სტრატეგიულ რესურსებში ეგ არის ქართული ინტერესი? ქართული ინტერესია, რომ ძლიერი შეიარაღებული ძალები არ გქონდეს? ეგ რომ გაეკეთებინა ეკონომიკის დივერსიფიცირება, ძლიერი შეიარაღებული ძალები, იქ ვითხოვდით, რომ შეიძლება ცდილობენ რუსული საფრთხის შემცირებას ამ რიტორიკით. მეცაც გეტყვი, რომ მეც რიტორიკის დონეზე მომხრევა, რომ საფრთხე არ მოუმატო, შეამცირო. იგივე საქართველოშიც და იგივე სომხეთშიც რიტორიკაზე. მაგრამ თავარია რას აკეთებ? თუ შენი საქმე ემსახურება იმას, რომ შენ დასუსტდე და უფრო მოწყვლადი გახდე, უკაცრავად, ეგეთ საქმეს მე ეროვნულს ვერ შევაფასებ. ფაშინიანს აქ რომ ჯარის გაძლიერება არ ქონოდა, ისე მშვიდობა აზერბაიჯანთან, მაგასაც ვერ შევაფასებდი პოზიტიურად, ზუსტად იგივენაირად მშვიდობას, ოცნების მიერ შემოთავაზებულ მშვიდობას მე არ ვაფასებ პოზიტიურად. ხო, გასაგებია ეს და ბოლოს მინდა აუცილებლად ვისაუბროთ გეოპოლიტიკურ კონტექსტზე. პრინციპში ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ რა შეცვლის რეგიონში ეს გეოპოლიტიკურად, ანუ რუსეთის საბოლოო არის თუ არა არ ვიცით ჯერ, მაგრამ ამ ეტაპზე მარცხი სომხეთში. რა ცვლის ეს გეოპოლიტიკის თვალსაზრისით და ჩვენთვის რა ცვლის? სომხეთი შემდეგი 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გავა ესე იგი გავლენებიდან, რუსეთის გავლენებიდან და ზურგს გაგვიმყარებს, რაზეც ხშირად გვისაუბრია. ტრიპის პროექტის იმპლემენტაციის მეშვეობით აზერბაიჯანთან და ცენტრალურ აზიასთან კავშირები გაიხსნება და ასევე ამ ქვეყნებსაც მიეცემა საშუალება რუსული გავლენიდან გამოვიდნენ. მაშასადამე იქნება მარტო საქართველოს დარჩენილი აი ამ კავკასია და ცენტრალურ აზიის რეგიონში რუსეთის გავლენების ქვეშ, მაგრამ ზურგ გაგვიმაგრებს ეს ყველა მეზობელი და შესაბამისად ამის მეშვეობით საქართველოს ჯერია, ეს არის ჩვენი გუნდის ჯერ საქართველოს ხედვა, ჩვენი ჯერია, ამისთვის გეოპოლიტიკური ვითარება ხელს შეუწყობს ამას და სჭირდება ამ ყველაფერს ქართველი ხალხის არჩევანი. რა თქმა უნდა, საქართველოს ბედი უნდა წყდებოდეს საქართველოში ქართველი ხალხის მიერ. შესაბამისად ამ ვითარების გათვალისწინებით სწორი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში და უკრაინის პოზიციები ძლიერდება, იმდენად რომ პროპაგანდისტმა შალვა რამიშვილმაც კი ეთერში საუბრა, რომ თურმე რუსეთი დასუსტებული არისო, ახლა ოცნება შეეცდება იმის აღწერას, რომ თურმე პრორუსულები კი არ არიან, არამედ ეროვნულ საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ არავის ჯერა ამ ტყუილის და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ გეოპოლიტიკური ამ ვითარების ფონზე ჩვენ სწორ დროს, სწორ ადგილას ვისარგებლოთ და ქართველმა ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს, როგორც სომხეთმა გაათავისუფლა საკუთარი ქვეყანა რუსული გავლენებისგან, აზერბაიჯანმა, ცენტრალურმა აზიამ აგერ გაათავისუფლებს ახლა, უკრაინამ, მოლდოვამ, პრაქტიკულად ყველამ ბელარუსის და საქართველოს გარდა, ასე რომ საქართველოს ჯერია გავთავისუფლდეთ ძლიერი ეკონომიკურად მდგრადი და გაბწყინებული მდიდარი სახელმწიფო ავაშენოთ. გასაგებია. მადლობა დიდი ინტერვიუსთვის. დიდი მადლობა მე. აშასე რეზიუმე დაბრუნდა ეთერში, როგორც გადაცემის პირველ ნაწილში გითხარით, რეზიუმე დღეს უჩვეულო ფორმატით გადის, გთავაზობთ გადაცემას ერევნიდან, რადგან როგორც იცით, სომხეთში ჩატარდა მნიშვნელოვანი არჩევნები და ამ არჩევნების შედეგები ჩვენ პირველ ბლოკში შევაჯამეთ გიორგი ტუმასიანთან ერთად, ხოლო გადაცემის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ საინტერესო ინტერვიუს სომხეთის ეროვნული კრების საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან სარქის ხანდანიანთან. მადლობა ინტერვიუსთვის. ამ არჩევნებს ბევრი რეფერენდუმად მიიჩნევს, ეთანხმებით ამგვარ შეფასებას.
Ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ეს არჩევნები რეფერენდუმია ბევრი რამისთვის, განსაკუთრებით სამშვიდობო პროცესისთვის, რომელსაც სომხეთის ხელისუფლება ახორციელებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს არჩევნები არის იმის შესახებ, თუ როგორ აფასებს ხალხი სამშვიდობო პროცესს სომხეთსა და მის გარშემო, ზოგადად რეგიონში, მაგრამ ეს ასევე ეხება სომხეთის მომავალსა და მის დამოუკიდებლობას, რადგან იმ ძალების პროგრამა, რომლებიც მონაწილეობენ ამ არჩევნებში, რიტორიკულია და არ არის მიმართული მშვიდობისკენ, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტისკენ. სწორედ ამიტომ მიიჩნევს საზოგადოება ამ არჩევნებს რეფერენდუმად. შეგიძლიათ ახსნათ, რატომ შეიცვალა სომხეთმა პოლიტიკური კურსი? თუ ჯერ ვერ იტყვით, რომ სომხეთი დასავლეთისკენ შეტრიალდა. არ ვფიქრობ, რომ სომხეთმა კურსი შეიცვალა. ვფიქრობ, სომხეთმა გაანალიზა მისი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა და ეს არის სამხრეთ კავკასია. თუ თქვენ ჩვენს პროგრამას გადახედავთ, როცა საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვახსენებთ ჩვენს ურთიერთობას მეზობელ სახელმწიფოებთან. ვფიქრობთ, რომ სომხეთის მომავლისთვის პირველ ყოვლისა აუცილებელია ჰქონდეს კარგი, ნორმალური ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან. ჩვენ ასევე ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ირანთან. ამავდროულად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ურთიერთობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ამიტომ ჩვენი პოლიტიკის პირველი ვექტორი სწორედ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები არიან. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთთანამშრომლობას სხვადასხვა ძალებთან და სახელმწიფოებთან, ჩვენ ვაბალანსებთ ჩვენს კავშირს მათთან. იქნება ეს შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი თუ ევროკავშირი. რა თქმა უნდა, ჩვენ ხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა. ჩვენ ასე ახლოს ერთმანეთთან აქამდე არასოდეს ყოფილვართ. სამომავლოდ კი უფრო ძლიერი კავშირი და წინსვლა გვსურს ამ მიმართულებით, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თუმცა ამას დრო სჭირდება. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული ურთიერთობები რუსეთთან. ვცდილობთ მათთან გადავჭრათ პრობლემები, მათ შორის პარტნიორობისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიმართულებით. არის სირთულეები, გქონია მომენტები, როცა სომეხმა ხალხმა დაღალატებულად იგრძნო თავი, განსაკუთრებით როცა საქმე სომხეთის უსაფრთხოებას შეეხო. ახლა კი ვხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური პრობლემები და ვაპირებთ ეს პრობლემები გადავჭრათ რუსეთთან საუბრით. ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან ბრძოლას. როგორც უკვე ისტორიამ გვაჩვენა, ჩვენ ვიპოვეთ ალტერნატიული გზები თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ამბობთ, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა გსურთ. ყველა მეზობელთან და მათ შორის რუსეთთან, მაგრამ გვსმენია რუსეთის მხრიდან წამოწული მუქარა მას შემდეგ, რაც სომხეთში ევროკავშირის სამიტი გაიმართა. განსაკუთრებით განაწყენდნენ, როდესაც სომხეთში ჩამოსული ზელენსკი იხილეს. ამას რუსეთის მხრიდან მოყვა მტრული რიტორიკა სომხეთის მიმართ. სომხეთის სუვერენული სახელმწიფოა, ის თავად იღებს გადაწყვეტილებას. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ვაბალანსებთ ჩვენს კავშირებს და არ შეგვიძლია არ გქონდეს მეტად სიღრმისეული ურთიერთობა ევროკავშირთან, რადგან სომხეთი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც ცდილობს გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტი, სასამართლოს კანონი, ადამიანის უფლებების დაცვა და ასე შემდეგ. ევროკავშირი ამ ასპექტში მთავარი პარტნიორია, ასევე ჩვენ ვცდილობთ გქონდეს უკეთესი კავშირი ეკონომიკურადაც. რა თქმა უნდა, ვნახეთ რუსი ოფიციალური პირების განცხადებები და ეს არ არის ჯანსაღი. სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობებისთვის ამას სარგებელი არ მოაქვს. ამავდროულად არის ბევრი სხვა ასპექტი ამ ორ ქვეყანას შორის, რის შესახებაც შეგვიძლია კომუნიკაცია და ნორმალური ურთიერთობა დავამყაროთ. ასევე არ ვაპირებთ დავთმოთ ჩვენი სუვერენობის რაიმე ნაწილი რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობებისთვის, იქნება ეს მეზობელი სახელმწიფო თუ სხვა. როგორ ფიქრობთ, დიდი იყო რუსეთის ჩარევა ამ არჩევნებში? ვფიქრობ, ეს ისედაც გასაგები და შესამჩნევი იყო. ჩვენ ნახეთ ცნობილი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ შორის. რუსეთის პრეზიდენტმა ღია თქვა, რომ მის ინტერესებშია ეგრეთ წოდებული პრორუსული ძალებს შეეძლოთ თავისუფლად მონაწილეობა სომხეთის არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს ექნებათ რუსეთის მოქალაქეობა. ეს კი ჩვენს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. აუხსნეს კიდეც რუსეთის პრეზიდენტს, რომ მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთის გავლენის კვალი ამ არჩევნებზე. ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ამ არჩევნებისა რუსი ოლიგარქია. მან მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ სომხეთში დაბრუნებულიყო არჩევნებისთვის. როგორც უკვე გითხარით, ის არ არის კანდიდატი, მას არ შეუძლია მონაწილეობის მიღება არჩევნებში, მაგრამ მისი ფინანსური და პოლიტიკური ინტერესების ცენტრი რუსეთშია. ასევე ამ არჩევნების ერთ-ერთი მონაწილე ძალიან ახლო მეგობარია ალექსანდრე ლუკაშენკოსი, ანუ ამ არჩევნებში ბელორუსული ინტერესებიცაა. როგორ ფიქრობთ, ამ არჩევნების შემდეგ როგორ განვითარდება სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან? მოსალოდნელია, რომ რუსეთმა მუქარა რეალობა დაქციოს. რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობა მხოლოდ სომხეთისთვის არ არის სასარგებლო, ეს ორივესთვის მომგებიანია. რუსეთისთვის დამატებითი სარგებელია სომხეთის ყოლა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში. ეს არ არის მხოლოდ საჩუქარი სომხეთისთვის, ეს კარგია რუსეთის ეკონომიკისთვისაც. ასე რომ ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ ჩვენ გვექნება სივრცე რუსეთთან მოლაპარაკებებისა და პრობლემების გადასაჭრელად. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ ამას დავეყრდნოთ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ალტერნატივებიც. როგორც უკვე ვთქვი, სწორედ ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი გავაუმჯობესოთ ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან, რადგან
განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ენერგოუსაფრთხოებას, ამის გადაჭრის გზასაც გაუმჯობესებულ ურთიერთობებსა და აზერბაიჯანთან ღია საზღვარში ვხედავთ. რთულია ენერგეტიკული პროექტიც, რადგან საუბარი არ არის მხოლოდ რკინიგზასა და გზატკეცილებზე, ეს ეხება წყალსადენებსაც. სომხეთი მზადაა ეკონომიკურად უპასუხოს რუსეთის მუქარას. თუ შეუძლია დღესვე ალტერნატივა გამონახოს. ამ მომენტში ჩვენი ძალიან დიდი პრობლემაა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი რუსეთში, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის რეაქცია ამაზე. მან გამოყო 50 მილიონი euро სომხეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის. ასევე ძალიან ბევრი მარკეტია, რომლებსაც შეგვიძლია დავეყროთ შუა აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ჩვენს ხალხს, ჩვენს მწარმოებლებს შეუძლიათ ასევე გაერთიანდნენ ალტერნატივების მოსაძებნად, რადგან ტრადიციული და მარტივი გზა იყო ჩვენი პროდუქციის რუსეთში გაყიდვა. მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის ერთადერთი ბაზარი, სადაც სომხეთს შეუძლია პროდუქციის გატანა. საქართველოს ეს გზა გაიარა, როცა 2006 წელს რუსეთმა გამოუცხადა ეკონომიკური ბლოკადა და საქართველოს მოქალაქე ეთნიკური ქართველები რუსეთიდან გამოყარა. ბევრი ფიქრობს, რომ ახლა სომხეთი ეკონომიკურად ბევრად დამოკიდებულია რუსეთზე, ვიდრე მაშინ იყო საქართველო და შესაბამისად არსებობს მოსაზრება, რომ სომხეთს კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება, ვიდრე მაშინ გაუჭირდა საქართველოს. თუ არჩევანი დადგება დამოუკიდებლობასა და მარწყვის შორის, ჩვენ დამოუკიდებლობას ვირჩევთ, რადგან შეგვიძლია ვიპოვოთ სხვა გზა მარწყვის გასაყიდად, მაგრამ არ ვართ მზად, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა გავყიდოთ. ეს ძალიან ნათელი არჩევანია. ეს არის არჩევანი, რომელიც სომეხ ხალხს ძალიან კარგად აქვს გააზრებული და ვინც ფიქრობს, რომ მარწყვის გაყიდვაზე ფიქრს შეუძლია შეასრულოს სომეხ ხალხს აზრი დამოუკიდებლობაზე, ძალიან ცდება. რუსეთი გემუქრებათ არამხოლოდ ეკონომიკური სანქციებით, არამედ შეიძლება ითქვას პუტინი პირდაპირ დაგემუქრათ ომით, როდესაც განაცხადა, რომ უკრაინის მაგალითი გაკვეთილი უნდა იყოს სომხეთისთვის, რადგან რაც იქ ხდება, მოყვა უკრაინის პროევროპულ კურსს. ფიქრობ თუ არა, რომ ეს პუტინის პირდაპირი მუქარაა? რუსეთის პრეზიდენტ ღიად არასდროს უთქვამს, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრული და სტრატეგიულია. შეუძლებელია ერთმანეთს შევადაროთ. სომხეთსა და რუსეთს არ აქვთ საერთო საზღვარი, მათ არ აქვთ არანაირი კონფლიქტი ერთმანეთთან. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ რეალური სცენარია სომხეთისთვის. ასეთი რამის წარმოდგენა არ შემიძლია სომხეთსა და რუსეთს შორის. რა შეგიძლიათ გითხრათ საქართველოსთან ურთიერთობაზე? საქართველო იყო პროევროპული სახელმწიფო, ხელისუფლება დღესაც ამბობს, რომ ქვეყნის კურსი ევროპულია, თუმცა ევროინტეგრაციის პროცესი დაპაუზებულია. ბევრს მიაჩნია, რომ სომხეთს გაუჭირდება საქართველოს გარეშე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. ფიქრობ თუ არა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის დაპაუზებული პროცესი შემაფერხებელი აღმოჩნდება სომხეთისთვისაც? სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობაა, მათ დაამყარე სტრატეგიული ურთიერთობა გასულ წელს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ კავშირს. ძალიან ახლო და ძლიერი კავშირი გვაქვს ნებისმიერი ასპექტით. ეკონომიკა, პოლიტიკური კომუნიკაცია, ხალხებს შორის კონტაქტი. სომხეთი უჭერდა მათ მხარს, როცა საქმე ეხებოდა საქართველოს ევროინტეგრაციას. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით, როცა საქართველო მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რა თქმა უნდა, მხარდამხარ ბევრად მარტივი იქნება ჩვენთვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ვიმედოვნებთ, რომ კომუნიკაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის აღდგება და სრული ჩართულობით გაგრძელდება. საქართველოს გააძლიერებს თავის ევროპულ გზას, მაგრამ არ ვიტყოდი, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის ახლა, სომხეთი წინსვლას ვერ გააგრძელებს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მცირედით განსხვავებული დღის წესრიგი ვქონდეს ევროკავშირთან მიმართებაში. ამჟამად ჩვენ არ გვაქვს ევროკავშირის წევრის სტატუსი. ვცდილობთ გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა სხვა ასპექტების მიმართულებით. ჩვენ ასევე ვუყურებთ საქართველოს გამოცდილებას. წლების განმავლობაში საქართველომ ბევრი რეფორმა გაატარა ევროინტეგრაციისთვის. ასევე ჩვენ ვრჩებით ღია საქართველოსა და ევროკავშირისთვის, რომ ვიყოთ პლატფორმა მათ შორის კომუნიკაციისთვის. ეს ძალიან კარგადაა ცნობილი ჩვენი ორივე პარტნიორისთვის. და ბოლოს ყაზახეთში ცნობილი შეხვედრის დროს რუსეთის ფედერაციამ ოფიციალურად შესთავაზა სომხურ მხარეს ჩაეტარებინა რეფერენდუმი სად უნდა სომეხ ხალხს, რუსეთთან თუ ევროპასთან. როგორ ფიქრობთ, ეს არჩევნები იყო პასუხი ამ კითხვაზე? არ არსებობს ასეთი კითხვა სომხეთში. ტოვებთ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს თუ წევრიამდებით ევროკავშირში. ეს ძალიან ხელოვნური ნარატივია და გასაკვირია ამის მოსმენა რუსეთისგან. თუ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოსგან ევრაზიის ეკონომიკის კავშირში. მიმაჩნია, რომ მათ უნდა დააფასონ სომხეთის ჩართულობა ევრაზიის ეკონომიკურ განვითარებაში. ამგვარი განცხადებები ძირს უთხრიან ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების სანდოობას. ასეთი კითხვა არ არსებობს. რეფერენდუმის ჩატარება სომხეთში სომხეთისა და სომეხი ხალხის შიდა საკითხია. როცა სომეხი ხალხი გადაწყვეტს ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას და როცა ჩვენ მზად ვიქნებით ამ თემის განსახილველად, მაშინ ჩვენ რეფერენდუმი გვექნება. ეს არჩევნები ეხება სომეხი ხალხის მომავალს, რეგიონში მშვიდობის პროცესს და სომხეთის დამოუკიდებლობას.